დავიძარით ახლა დილიჟანისკენ. დილიჟანიდან მივდივართ ვანაძორში, ვანაძორიდან ბოლნისში. მოკლედ ეს ჩემი ტურბინა ხან მუშაობს ხან არა. ამიტომ ახლა დილიჟანში რომ მივალ, სადმე მექანიკოსი უნდა ვიპოვო, კომპიუტერზე ვშევერთოთ და ჩამოვაყენებთ, იმიტომ რომ ეგ არის პრობლემა, რაღაც სხვა არაფერია. თვითონ ტურბინა მუშაობს და უნდა ვეცადო, რომ სადმე ვიპოვო კომპიუტერი მაგისთვის. ვაა! გამოვედი დიაგნოსტიკაზე შევაერთეთ ეს. ნახოთ. ჩამოვაყრევინებ კოდებს და იმედია გასწორდება, იმიტომ რომ ტურბინა თვითონ მუშაობს, არაფერი არ ჭირს. უბრალოდ კომპიუტერი ურევს რა. მოკლედ ჩამოვყარეთ. მაგრამ სამწუხაროდ ტურბინის ბრალი მე მგონი არ არის და სენსორის ბრალი ტურბინის, იმიტომ რომ აჩვენა მეოთხე ფარსუნკა სავარაუდოდ მე არ ვიცი მაგდენი, მაგრამ ლოგიკურად რომ დააკავშირო გარიგა სავარაუდოდ მაგ ფარსუნკის გამო ტურბინა აღარ მუშაობს, თავდაცვა ჩაერთო რა. მაგრამ არა უშავს, თავგადასავლები სხვანაირად არ არის, თუ რაღაცა პრობლემა არ შეგხვდა და შენ მისი გადაჭრის გზა არ იპოვე. მე ვიპოვე ესეთი გადაჭრის გზა, ვივლი ნელა. მე ბოლნისში უკვე გამიცვლიან მანქანას და ახალი მანქანა მეყოლება იქ რა. I'll be coming home next year. მოკლედ მე გაჩერებები არ გავაკეთე, გავასწარი იმათ რაღაცნაირად. და მივდივარ ისევ იმ საზღვარზე, სადაც ესე მაგზამეს. ოღონდ ეხლანდელი გეგმა არის, რომ მათთან ერთად მივალ და დავამტკიცებთ, რომ არ ვარ სატვირთო. სადახლომდე მაქვს საათი და 52 წუთი. გამიმართლა, რომ ძირითადად დაღმართები არის ხა აქ. და არ გაუჭირდა მანქანას სიარულე. მოკლედ ვემშვიდობებით სომხეთს. მადლობა. მოვედი. საზღვართან ვარ ველოდები. ვიყიდე. იქ გავსინჯე. და ძალიან კარგი იყო, მინდა გითხრათ. მაგრად გამისწორდა არარატი და ვიყიდე სახლისთვის. იყოს რა იცი რა შეგჭირდეს. მომავალ ჩართვამდე. ვიდი საზღვარზე და მე მგონი გავძვრები მარტივად რა. მაინც არ მიშვებენ თხელი მანქანების ადგილზე, მაგრამ მე მგონი მარტივად გავალ. ნახოთ რა იქნება. გამომატარეს, გამოვედი და აქ ორი მანქანა დამხდა საქართველოში შემოსვლაზე. ძალიან კარგია ეგ. მალე გავა ეს და უკვე დავბრუნდები სამშობლოში. კიდე რაც მიხარია ის არის, კიდე რაც მიხარია, რომ ქართულად შემიძლია უკვე საუბარი და არა რუსულად რა. ინგლისურიც ესმოდათ, მაგრამ ისე 1000-ში ერთ ახალგაზრდებს მარტო რა. მორჩა. საქართველოში დავბრუნდი, ძალიან მარტივად გადმოვედი. 1 საათი დამჭირდა ალბათ. თორბეთის მაგივრად. და უკანა მხარე ბევრად მარტივი აღმოჩნდა. ეთქვა მართლა ღამე არის რაღაცა ის რა. მე მინდა რომ მთელი გზა ეხა რომ მოვდიოდი სომხეთიდან.
არ შემხვედრია სატვირთო არც ერთი, რომელიც მოდიოდა საზღვრისკენ რა. მანქანაც რა ვიცი დადის სწორზე რო აკრეფავ მიდის რა და აღმართები ჯერ არ მხვდება რა. მაინც სხვა სუნია რა აქ რა, ყველაფერი სხვა მაინც რა. შენი საქართველო რა ბრუნდები. იხარია. სულსუხარია, გულსუხარია. ვეტყრულო საქართველო. შეროზღა ყავდები. აბა. I made it. Where are the guys? Inside there? Inside, yeah. Go right, go towards the end. Hey. I made it. This guy How are was you? my valiant supporter that day. He was just behind the whole time. მივირთვით და დავიძრებით ახლა ბოლნისისკენ, ავალთიქ ეკლესიას ვაჩვენებთ. ზემოთ არის. მე უკან ჩამოვალთ და დღეს დავისვენებთ უკვე ბოლნისში. უკვე როგორც გითხარით, ეგრე იქნება. ჩამოვედით, დავფინავდით. მივდივართ ახლა ვახშამზე. დილა მშვიდობისა. დღე მე-6. ბოლნისიდან მივდივარ ახლა თბილისში, რომ მანქანა გავცვალო, გადავждე სხვა მანქანაზე და დავაწვე გარეშე. იმიტომ რომ გვეცოდება ეს ტურბინის გარეშე ოფროუდზე საჭლიგინოთ. და იმ სიცხეში ძრავი შეიძლება გადახურდეს და ცოდოა. აი ისე ზანასწორებს ხალხო, არ ვიცი მე მგონი. ესე ძალიან მუშაობა ქვია ამასაც და არაფერი არ გამსწორებია ცხოვრებაში. და იყო ერთი მომენტი, როდესაც IT ვიყავი, მაშინაც ძალიან ასწორებდა. დიო, შეცვალე გადმოვჯექი მანქანაზე და მოვდივარ. Rolled round ამას რა წრიპინებს ალუია სამივდივართ რუსთავში გავჩერდებით ლანჩზე ცოტა შევჭამთ და იქიდან დავაწევით უდაბნოში ცოტა ოფროუდსაც გავივით როგორც ვიცი ისინი წავიდნენ ახლა მეტალურგიულ ქარხანას ნახავენ, იმიტომ რომ გუშინ რაღაცებს ვსაუბრებოდით ამ მეტალურგიულ ქარხანის შესახებ, 90-იანების შესახებ და ასე შემდეგ და დაინტერესათ. გადმოვედით უდაბნოსკენ. გამოჩნდნენ. ერთი უდაბნოში წამოსვლა, კიდევ უნდა გადავიღო მოტოციკლებით. ნუ მარცხენა ხელზე ისეთი რუჯი მაქვს. აი ჩვეულებრივი მძღოლი ვარ. Moto Travel Georgia. აი ესეთ გადასარევ და სასწაულ ტურებს აკეთებენ საქართველოში და საქართველოს საზღვრების გარეთ. აქირავენ მოტოციკლეტებსაც. აქვთ ჯიპ ტურებიც, აქვთ მოტო ტურებიც, აქირავენ ჯიპებსაც, აქირავენ მოტოციკლეტებსაც. მოკლედ შეგიძლიათ მიმართოთ და არ ინანებთ.
You know that joke, there's a home at night, like a thief, he breaks in, yeah? And he's looking for things to steal. And then he hears a voice saying, "Stop! God will get you." And he's like, "What the fuck? I can't see a thing." He starts moving again. Once again. "Stop! God will get you." And he's like, "What the fuck is going on?" So he finds the light switch, turns the light on. Looks around the room. There's a big fucking parrot. Like, you know, multicolored, big fucking parrot. He's like, huh. Starts to move again, and the parrot says, "Stop! God will get you." He's like, "Screw you." Starts moving again. This really big dog comes out, and the parrot says, "God, get him." Ra? Ra? Kwa? Kwa აიღე წამოიღე. ავიღოთ ქვა და წავიღოთ. პატარა ქვა რო წავიღოთ. კაი, დიდი წავიღოთ. ქვაზე უნდა დადო. Good dogs. ვაიმე, რა ხალკანი კვერსავები ხართ თქვენ გენაცვალეთ. Is this for self-defense? Oh yeah. გამარჯობა. So that's a spot which we call Udabno, which is like a straight translation is Desert. desert. Ah, Yeah, that's a Udabno desert. is desert. Yeah, Yep. that's a desert place. Udabno, if you translate it, means desert. The name. Yeah. All this area, which we took as a, like a small from beginning as an off-road part start, from there till the end of the valley, we call Udabno. The desert. Desert. Right. Yeah, because for Georgia's landscape and nature, that's a desert. So there is no trees, there is no any kind of green. გავიღვიძეთ, წავალთ ვისაუზმებთ.
და დავაწვევით გარიჯში, დავით გარიჯში. You can't touch this. You can't touch this. You can't touch this. რამდენი ხანი არ ვიღებთ. ოკეი, მოკლედ. დავით გარაჯისკენ და დღევანდელ დღეს რომ ჩავყურავთ, მე მივდივართ ჩემთან დავპატიჟე ყველა. ნამდვილ მწვადებზე, კარგ ღვინოზე, სახლის ღვინო, გადასარევი. ბოლოს და ბოლოს 6 დღეა ერთად დავდივართ ტყეღრეში და ერთად ვნახულობთ ამ რაღაცებს და ერთად ვიღებთ ამ ემოციებს და რაღაცნაირად კავშირი გიყალიბდება რა და მაგათ გისწორდება რაღაც. თან მithometes მოტოციკლეტების თემა ისედაც უცხოს რო ხედავთ ხოლმე მოტოციკლეტით უკვე ვიხარია და რაღაც ჩვენიანი გგონია და ესე რომ ერთად დადიხართ ამ 7 დღეში, რა ვიცი თუ 6 დღეში ყოველ საღამოს პატარ-პატარ ცოტა ღვინოს ვსვავდით რაღაცა სადილზე და ვახშამზე და ყვებოდით ისტორიებს იმას ამასაც ძალიან გავიცანით ერთმანეთი ასე თუ ისე როგორც შეიძლება რომ მოვასწრო ამ დროში და ძალიან ისეთი არის რა ქვია სასიამოვნო არის რა რაღაცა ძმობა შეიკრა თუ რაღაც რა ყველა ერთისთვის ერთი ყველასთვის აი ეგეთი ის იყო სიტუაცია ის თან არ დაგავიწყდეთ რომ ზოგი უკვე მეორეჯერ არის ჩამოსული შარშანი ყო თუ შარშანი წინ ჩამოსული და ისე გავუსწორდათ რომ კიდე წამოვიდნენ რა და რაღაცნაირად ის არის რა სასიამოვნო შეგრძნება არის როცა ესე მოსწონთ შენი ქვეყანა შენ რო გააცანი თუნდაც შენ არ გაგეცნო უხარიათ და მოსწონთ რა საქართველოს ამ ბრუნდებიან კიდე და კიდე რომ უნდათ რა ძალიან ასწორებს აი ეს გარეთში მოვედით ტელი That was what the main case. That's a big one. So all of them are like huge enough. But that was really hard.
Yeah, exactly. So it's, Giorgio was like an Indian. He was not a king. No, it was like a tourist. მოკლედ წამოვიდით გარაჟიდან და დავიძარეთ სარტიჭალისკენ. Yeah, baby. თუდა ჩამოვშით და რამდენჯერ გაიყო, რამდენჯერ არ გაყოფილა, ორჯერ გაიყო გზა და გვეგონა რომ არასწორ გზაზე მივდიოდით და გადავამოწმეთ. ჩემი მეგობარი შევხვდა აქ შუა გულ არაფერში. მიგვასწავლა გზა და ბიჭებიც გვეცდიდნენ და ეხლა ვაგრძელებთ გზას. მოკლედ თავგადასავლები გრძელდება. ტადან. დინარიდან წამოვედით. აქვეთიანეთში ვჭამეთ. ეხლა 1-2 საათში თბილისში ვიქნებით უკვე. და მე გავაგრძელებთ ჩემთან. ესეც ჩვენი ტრიპის დასასრული. ძალიან ყვაყოფილი ვარ, ესეთი გამოცდილება დიდი ხანი არ მომიღია. დიდი მადლობა Moto Travel Georgias. ჩამოვედით. მოვედით ოფისში. ხა შევალდა პარკს ცოტა ხანში გადმოვიტან. ეს მოკლედ ჩამოვედით ყველაფერი კარგად არის გითხარი 1-2 სიტყვა აბა 1-2 სიტყვა მაგარი 1 რებელი კაი ყონა ისე აბლენი გავია ეუ ხო ორნახევარი ჩემი აზრით Вармини побывали, а там отлично все. მოკლედ აბა იმედია მოგეწონებათ. კარგად. მომავალ შეხვედრამდე.